მე მინდა გამოვეხმაურო ინფორმაციას, რომელიც Facebook-ის გვერდზე გავრცელდა, new აფერმებს new post-ი და ანი ციკლიძე, რომელიც მუშაობს საგრებულოში, აპარატის თანამშრომელია და ბრალს მდებენ, რომ რაღაც კადრებს ვაჩვენებ მოსახლეობას, მოქალაქეებს და გამაჩნია რაღაც კადრები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს არის აბსურდი, რომ გამაჩნდეს შესაბამისი კადრები, გადავცემდი შესაბამის სამსახურებს, რომ შემდეგი გამოძიებისთვის. ამ ბრალდებებზე მე ესე უპასუხებ, ეს არის ბოდვა ვიღაცის ან რაღაცის და ავრცელებენ მჭორებს და თუ ვინმეს ვანახე ან სადმე იყო ვინმე მნახველი, მოიყვანონ, დამიყენონ და არ ვიცი, წარმოუდგენელია ესეთ რაღაცა. რას ემსახურება თვითონ ალბათ განსჭიან და თვითონ განსაჯენ არის წარმოუდგენელი რაღაცა აბსურდია. მეტი კომენტარი არ ვიცი რა, მე უკავშირებ იმას, რომ აი ამ კადრების და იმის ამოღების, იარაღის ამოღების შემდეგ ნაციონალებს შევხვდი და მოუწოდე, რომ კიდევ აპირებენ თუ არა საერთოდ ამ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენას ზუგდიდელ მეგობრებს, ვისაც ვიცნობ, რომ გაემიჯნონ და მოინანიონ და საერთოდ უარი თქვან, მაგალითად მე ჩემი აზრია ეს, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ მოძრაობას, ამ პარტიას საერთოდ არ აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება. და ეს უთხარი და მე ალბათ სხვანაირად შეაფასეს და იგონებენ ახლა და რა ვიცი. მე შეხვდა რამე შემთხვევით შევხვდი ახლა საგრებულოს წევრებს და უთხარი, რას კიდევ აპირებთ გააკეთეთ განცხადება, მოინანიეთ, მოიხადეთ ბოდიში და საზოგადოება მიიღებს თქვენგან ბოდიშს და არ შეიძლება რომ იგივე პარტიაში, ვინ პარტიაში იყო და კიდე ფიქრობდე პოლიტიკაში დარჩენაზე და რაღაც მომავალში არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ეს წარმოუდგენელია ყველასთვის და აი ეს უთხარი და აი ამაზე ალბათ ამი ციკლიძე ახლა ბოდავს, ეს არის სრული ბოდვა. აბსურდი, მე არანაირი არც ვიდეოფილი გამაჩნია, არც კადრი, არც მინახავს, არც ვარ ნამყოფი იმ სამსახურში, საიდანაც მოხდა ამის ამოღება და მეტი სხვა კომენტარის გაკეთება. ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრის დროს თუ ახსენეთ აი საუბარში მაინც კადრები რაც იყო სამომავლო. კადრები რაც ტელევიზორში ნახეს, ის ახსენეს მაგათმაც და მეც ვახსენე, რომ კადრები იქნება ამაზენი იგივე რაც იყო ადრეციფეში და არც მინახავს და არც არაფერი. ხსენება რა ამ ტელევიზორში ამას საუბრობ, თელი ქვეყანა ამას საუბრობ და მათ შორის მეც მოუწოდე ამ მე უხარი კიდევ აპირებთ მეთქი მდგომარე აქციის გამართვას მერაბიშვილის რა ქვია თანადგომისთვის და წარმოუდგენელია ხან მეტი არაფერი არ არის. რამის სხვა სამართლებრივი იმას სხვა მიმართავთ? არაფერს არ მიმართავ, ესენი იგივეს გააგრძელებენ რა აზრი აქვს ამათთვის. მაგრამ ესენი არიან უსინდისოები. საერთოდ სინდისო არ აქვს იმ ადამიანს რა უნდა მიმართო, ამაზე დროს არ დავკარგავ, ვერ დავკარგავ დროს ამ ძალიანოთი. ლაშა ბერულავა არ არის ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა არის მხარე. ეს არის ერთ-ერთი წარმომადგენელი ნაციონალურ მოძრაობის. როდის იყო ლაშა ბერულავა ობიექტური? არ მისაუბრი, არც ვაპირებ და არც ვთვლი საჭიროდ, რომ ლაშასთან მე ამაზე ვისაუბრო ან ამი ციკლიძეს. კონკრეტული პირი არის ჩვენი მეგობარი, ხო არ ითხოვთ რომ დაასახელონ ვინ არის კონკრეტულად? გაასაჯაროოთ, ხო ან კაცო, ვინ არის, რატო არასახელებენ? ხო ან რომ აი პირს ვაჩვენე, ამ პირს არ ვიცი, წარმოუდგენელია. რაც არ არსებობს. ვინა? პოლიციას არა, კაცო, დაკითხავენ, ყველას დაკითხავენ, თუ საჭიროება მოითხოვს, ლაშაც დაკითხონ და ისიც. საიდან მოიტანა? ამი ციკლიძეს. ანი ციკლიძე ისე რაღაცებს წერს მე რომ თვითონ მოდის წინააღმდეგობაში. არ გააჩეროთ ანაკლიაო, არ გავაჩერეთ, ეხლა ვისაუბრ რა ქვია, თქვენ აკეთებთ თუ სააგაშო ანი ციკლიძე არის საერთოდ გაუგებარი ადამიანი. გაუგებრობაა რა თვითონ ადამიანი. ეს ხარ პიროვნულ დაპირისპირებას მოარგებო. პიროვნულ დაპირისპირება უნდა მქონდეს ამათთან. არა, ამისთან რა დაპირისპირება უნდა მქონდეს ამათთან დაპირისპირება დამთავრდა. მე პირიქით მოუწოდები საზოგადოებას, რომ ვიცავდი ამ ნაციონალურ მოძრაობას ყოველთვის სხვისი აგრესიისგან და ვეუბნებოდი, რომ დამთავრდნენ რა ცოდები არიან და მე თქვენი გამარჯვება კი არ იყო, იმათი გამარჯვება იყო, იმიტომ რომ ისინი იყვნენ მონები. და მონები გავათავისუფლეთ ჩვენ. დღეს ლაშაბელოვა თახტო პოსტი დაწერა დაახლოებით რამდენიმე საათის წინ და არ უხსენებ იქ რომ ზუგდიდში მოდიოდა პირადად Facebook-ის გვერდზე დაწერა და თქვა რომ რაღაცა შეხვედრაზე მიდის არ დაასახელებს საათ რატომ თუმცა მე განებები დაასრულებს შეხვედრას ამ შემთხვევაში დააპოსტავს და თუ რაიმე განვითარება მოხდება არასასურველი ამ შემთხვევაში ეხლა ლაშა რამდენ რაღაცას დააპოსტავს, რამდენ რაღაცას მოიგონებს, რამდენ რაღაც ფანტაზიები ექნება, მაგაზე მე პასუხი რო გავცე და
რამდენს Facebook-ზე ან ციკლზე დაწერს, მაშინ მე საერთოდ უნდა დავიწყე და აი, თქვენ ხომ აყოფილებს რაიმის დაკავშირებულია ეს პოსტი რა. არ ვიცი, რას უკავშირდება, რას ემსახურება, მე რა ვიცი, ლაშა, ეხლა არიან გადარჩენაზე და იბრძვიან იმისთვის, რომ რაღაცით მოახდინონ თავიანთი თავის რეაბილიტაცია და რეაბილიტაცია კიდევ ესენი არიან გაშიშვლებული და ყველა მიცის ეხლა რას წარმოადგენდა ის მოძრაობა, რომელიც მართავდა ამ წლების განმავლობაში ქვეყანაზე, რა უბედურებას მოუტანა ქვეყანაზე. ავაცილეთ ეს უბედურება და გადავარჩინეთ ქვეყანა ბატონი ბიზნეს დამსახურები და კოალიციის დამსახურები. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ხალხის სასარგებლოდ, ყოველდღიური მუშაობის რეჟიმში ვართ. სხვა დანარჩენზე.